შენს ბლოგში ნახე მერაბ დვალიშვილთან ინტერაქცია. ამბობდი რომ მასთან გინდოდა ჭიდაობა, მაგრამ მერაბმა უარი თქვა. ცოტა დაძაბული საუბარი ჩანდა. კამერების წინ მერაბი სულ ამბობს: "კი, მინდა არვანთან ჭიდაობაო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არ უნდა. იცის რომ მე უფრო დიდი ვარ და თავისუფალ ჭიდაობაში უკეთესი ტექნიკა მაქვს. მისთვის ჩემთან ჭიდაობას აზრი არ აქვს. უთხარი კიდეც, არ ინერვიულო 7 გულას ფორას მოგცემთქო, მაგრამ მაინც არ დათანხმდა. მერაბსაც და ფეიბერსაც ერთდროულად მოუგებდი. ჩემთვის ეს მარტივია. კარგი, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ორჩევაც ილია თოფურია მყავდა სტუმრად. მინდა რამდენიმე ვიდეო გაჩვენო და შენი რეაქცია მოვისმინო, რადგან შენზე საუბრისას ბევრად უფრო ემოციური იყო ვიდრე პედიზე ან ისლამზე. ხო არ იცი რატომ? ვიცი, შურს ჩემი. მას სურს თქვას რომ მე არაფერი ვარ. თუ UFC ჩვენს ბრძოლას შესთავაზებს, ის არ დათანხმდება, რადგან მთელი ძალებით ცდილობს დააჯეროს ყველას, რომ მე მის დონეზე არ ვარ. ოლივეირაზე, გეიჯზე და ჰოლოვეიზე თქვა რომ კარგი მებრძოლები არიან. ჩემზე კი არაფერი. ეს უბრალოდ სასაცილოა. აი პირველი ვიდეო, სადაც შენზე ვკითხე. შტაბეჭდილება არ მოუხდენია შენზე? თითქოს უფრო დიდი ვარსკვლავი გახდა და ბრძოლაც უფრო საინტერესოა. ჩემზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენად დებილია. ბავშვია, ერთი პატარა ბავშვია, მენტალიტეტით ბავშვია და სულელია. რასაც ინტერნეტში ვხედავ მისგან, ცოტა სამარცხვინოა. კონკრეტულად რა? რატომ ფიქრობ ასე? არ ვიცი, უბრალოდ არმანია. ვის ადარდებს? ის არ მომწონს რომ აჩვენებენ ვითომ დიდრები არიან. ფულს აფრიალებენ. ბიჭო, დიდარიც კი არ ხარ. იმდენად ღარიბი ხარ რომ ერთადერთი რაც გაქვს, ფულია და იმასაც მამაშენისას ხარჯავ და არა შენსას. გესმის რას ვამბობ? პატარა სულელი ბავშვია. რას უპასუხებ ამას არმან? ჩემს კულტურაში, იქ სადაც მე გავიზარდე, თუ ვინმეზე რამეს ამბობ, უნდა ახსნა რატომ. შენ კითხე მას რატომ ვარ სულელიან ბავშვი. მან კი პასუხი არ იცოდა. ასე რომ სულელი ისაა და არა მე. აი კიდევ ერთი კადრი. ჩემს დონეზე არაა. პირველივე რაუნდში ყბას მოვტეხავ. რას მიზამს? ძირჩა მიყვანს? დაწნარდი წადი შენი ჭიდაობის ტურნირებზე, შენ სტრიმებზე და როცა დრო მოვა, უბრალოდ გამოცხადდი. დანარჩენს მე მივხედავ პატარა ვირთხა. რას უპასუხებ ამას? წარმატებებს უსურვებ. ნახავთ რა მოხდება ბრძოლისას. ნახავთ როგორ ვერ გადავიყვან მიწაზე. მე ნებისმიერის გადაყვანა შემიძლია. თუ ასეთი თავდაჯერებულია, რომ პირველ რაუნდში მომიგებს, რატომ არ აწერს ხელს კონტრაქტს? ნუ გარბი ხარ სხვა წონაში. დარჩი აქ და მომიგე. თუ ასეთი ადვილი ბრძოლა ვარ. სიმართლე გითხრა, ილიას რეაქციის შემდეგ უფრო მეტად მომინდა თქვენი ბრძოლის ნახვა, ვიდრე ისლამთან ან პედისთან. ეს დღეს UFC-ში ყველაზე დიდი ბრძოლაა ჩემი აზრით. მას იმიტომ ვძულ ვარ, რომ სულ დავცინი. ინტერნეტშიც ყველა მას დასცინის. შენი ინტერვიუს შემდეგაც ყველა ამბობდა რა სულელურად გამოიყურებოდაო. ის ისე იქცევა თითქოს ხელშეუხებელი სუპერვარსკვლავია, მაგრამ ასე არ არის. მე მას დედამიწაზე დავაბრუნებ. თუ ის 14 ივნის ჯასტინ გეიჯის მოუგებს, დათანხმდება შენთან ბრძოლას? არა, წონა შეიცვლის. ზემოთავა. UFC-საც ალბათ ეგუნდა. ისლამთან დიდი ბრძოლა. თუმცა ჩვენი ბრძოლა ტრეშ-თოკის და ინტერესის მხრივ 100-ჯერ უფრო დიდი იქნება. თუ ის წონა შეიცვლის, ისლამი მაინც მაგრად მიბეგვავს. მერე ისევ დაბლა ჩამოვა. აქ მე მოუგებ და ბოლოს საერთოდ გააგდებენ UFC-დან. გგონია ისლამთან შანსი არა აქვს? ილიამ თქვა რომ ისლამის დასაბმითება უნდა. შანსი არა. ისლამის ნოკაუტში ჩაგდება უფრო რეალურია ვიდრე მისი დასაბმითება. ისლამს ხაბიბიც კი ვერ დაიძულებს დანებებას. ნახოთ რა მოხდება. იქნებ ჯასტინი დაშავდეს და 14 ივნის მე ჩავინაცვლო. მის მთელ გეგმებს ჩავშლი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჭიდაო, სტრიმავ და როცა დრო მოვა, ყველას ვანახებ ჩემს დონეს. ერთი კვირით ადრეც რომ მითხრან, სად ვიქნები? იქ ჩავალ, ფორმაში ვიქნები. დიეტაზე დაველოდები შანს. ეს ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა. ბოლო კადრი მინდა გაჩვენო. კითხეთ თქვენს შეხვედრაზე ლას-ვეგასში. მაგ ვიდეომდე ერთი დღით ადრე დაწერა. შემდეგში რომ გნახავ, ამას და ამას ვიზამო. იციან ხოლმე ეგრე ყველანი განგსტერები არიან. ინტერნეტში ყველა განგსტერია და ქუჩაში მოვაგვარო თუ იძახიან. მაგრამ პირისპირ რომ ხვდებიან, როგორ ხარ? ყველაფერი კარგადაა? იღიმიან თავმდაბალი ადამიანები ხდებიან. ბიჭო, მე პროფესიონალი ათლეტი ვარ. ქუჩის მებრძოლი და განგსტერი კი არა. ანუ ფიქრობ რომ ყველაფერი საჩვენებელია? კი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან სულელები არიან. ის ამბობს, რომ მე რაღაცას ვტვიტავდი. ოლივეირას ბრძოლამდე მის შესახებ საერთოდ არაფერი დამიწერია. როცა შევხვდი, თქვა სილა გავაწანიო, მაგრამ ეს ტყუილია. არასდროს მომხდარა. ის მატყუ არაა. ამბობს, რომ ტვიტერის განგსტერი ვარ. მე კაცი ვარ, ის კი არა. ის უკანალს იპარსავს, ხელებს და ფეხებს იპარსავს. და რა იცი რომ ამას აკეთებს? თუ მის ვიდეოებს ნახავ, ფეხებზე ერთი ბეწვიც არ აქვს. როგორ ფიქრობ, უკანალზე ექნება? არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ამაზე არასდროს მიფიქრია. მისთვის უმჯობესია საქართველოში წავიდეს. მაიამიში ცუდი გამოცდილება ჰქონდა. წავიდე საქართველოში, დარჩეს იქ და ნამდვილ მამაკაცებთან იაროს. საქართველოში სხვა დონის მამაკაცები არიან. მერაბთან ამიტომ მოგივიდა კომპლექტი, რადგან ილიასთანაა ახლოს. არა, მერაბთან კარგად ვარ. ის უკანალს არ იპარსავს. შენ რა იცი? არა, მას ხელებზეც აქვს თმა და ფეხებზეც, ასე რომ